მოკლედ ახლა რაც ჩანს ის ჩანს რომ კოცებს და თელს ამ ურდოს არაქართული ჯიშისას, რომელსაც ამოწყვეტა უნდა ქართული გენოფონდის ჩვენს მიწაზე, გარკვეული კონტაქტების აღდგენა უნდა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან იმის ხარჯზე, რომ ბიძინა ივანიშვილს შეენდოს. სამწუხაროდ უნდა ითქვას ერთი რაღაცა, რომ რაღაცა დონის საუბარი მათთან არის და არ არის ეს ის საუბარი, რომელსაც უნდა აწარმოებდეს ქართული ერის მიმართ კეთილგანწყობილი სახელმწიფო. იმიტომ რომ პირველ რიგში გასაგებია რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს, მაგრამ მე როგორც უყურებ ამ მოვლენებს, გარკვეულ კოლაბორაციას აქვს ადგილი, იმიტომ ჯერჯერობით ჭირდებათ რაღაცა სიტუაციების დარეგულირება საქართველოში და ეს მხოლოდ და მხოლოდ შეუძლია იმ ძალას, რომელსაც რა ფორმითაც რა, უბრალოდ რეჟიმს რაღაცას გავლენა აქვს თვითონ საკანონმდებლო უწყებაზე და ძალოვან უწყებებზე საქართველოში. რა ვიცი, საჯარო მოწოდებები თუ არ იქნება, ხალხი თუ არ გააქტიურდება და თუ არ დაუძახებს რა, როგორი ცუდიც, კარგიც რანაირიც არ უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოება, ხო? ბიძინა ივანიშვილს უბრალო ადამიანები ვერ მოერევიან რა. თუ ეს რეჟიმი არ იქნა დაგმობილი საერთოდ ტოტალურად, კიდე ემიგრანტები იყვნენ, კიდე ადგილზე მცხოვრები ქართველები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემო კარგები. მარტო როგორც ცალკეული ორგანიზაციები, გინდა პოლიტიკურად განწყობილები, გინდა ისე, გინდა ასე, ვერაფერს ვერ უზამნებ რა. უნდა გითხრათ რა, ოპოზიციას საერთოდ არ აქვს ლაპარაკი, ისინი დიდი ხანი განადგურებულები არიან და საერთოდ ტოტალურად უნდა მოვითხოვოთ რა საერთაშორისო საზოგადოებისგან, რომ ეს რეჟიმი დროულად იქნას ცნობილი, ისე როგორც იქნა კადაბის, ჰუსეინის და სხვადასხვა ტირანიული რეჟიმები. თუ გვინდა ჩვენ რამე გავაკეთოთ და მე რა თქმა უნდა რა საერთაშორისო აღიარების შემდეგ უფრო გაიხსნება გზები იმისა, რომ პოლიტიკური გზები იმისა, რომ ქვეყანაში შეიცვალოს ეს მმართველობა. სხვანაირად ეს არ მოხდება და მანამდე ზენ ჩვენ ვდუმავთ და ხმა სათანადოდ არ ვიღებთ, ხო? მანამდე ამათ ეცემათ კოლაბორაციის საშუალება და სხვადასხვა კიდე ერთხელ ვიტყვი რა, არა ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. რას უყურებ და ამერიკის შეერთებული შტატები ირანის რეჟიმთან თანამშრომლობს, როცა უნდა ბომბავს და როცა უნდა თანამშრომლობს. არ არის ეს ჩვენი ლოგიკით განსაზღვრელი თემა, გულახდილად გეუბნებით რა. ჰუმანოიდური გზები ნახავს ხომ და ასამართლოს მთელი კაცობრიობა. ჩვენ ქართველებმა ვფიქრობთ რომ ჩვენ თავზე და ჩვენ გამოსავალზე რა. კოცებს იმხელა ქონება აქვს მარტო ევროპაში ჩამოტანილი თუ ვინმეს არ მოწონს და ანტიქართულად დაცხადებს და ანტისაზოგადოებრივად და ანტიჰუმანურად დაცხადებს, გაუყინოს ეს ქონებები, ჩამოართოს და გადაცეს ქართულ სათვისტომოებს. ეს იქნება სწორი გამოსავალი, ან გაყინოს მანამდე, სანამ ქვეყანაში არ მოვა ეროვნული ხელისუფლება. თუ ვინც ამას არ აკეთებს, ის არ არის ქართული ერის გვერდში მდგომი ყველაზე რბილად როლ თქვა რა. ვინც არ უნდა იყოს ეს. ამ ყურადღებისთვის.